როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე ცხოვრებაში. რა არის იცით, ეხა შეხედეთ როგორი ამბავია. მოდი ჯერ იმაზე ვთქვათ, რას გვარგებს ის, რომ ავფეთქდეთ რაღაცას. პატარა რაღაცა გვითხრეს და ავფეთქდეთ. არაფერს არ გვარგებს. მერე დიდი ხანის ანანებელი გვექნება. და მეორე კიდე აი დავუშვათ ადამიანი რაღაცაზე ღელავს და ნერვიულობს. მოდი მე აი ესე სამ რაღაცას გეტყვით, ესე იგი. პირველი ის, რომ მშვიდად აი მე გეკითხებით ახლა უბრალოდ. თუ ადამიანს არასოდეს არ ყოფნის ის, რაც აქვს და ყოველთვის უნდა უფრო უკეთესი, უფრო მეტი. ესეთი ადამიანი თუ იქნება მშვიდად. იქნება? აი დავუშვათ აი ლამაზი პიჯაკი აცია გოგონას, მაგრამ უფრო ლამაზი უნდა. იქნება მშვიდად? ვერ იქნება. ანუ იმითი კი არ არის მადლობელი, იმის გამო კი არ არის მადლობელი, რაც აქვს. არა, კიდე რო უნდა, იმაზე ფიქრობს და ვერ არის მშვიდად, აფორიაქებულია, სულ რაღაცას ელოდება. რაღაცის მოლოდინშია და მშვიდად როგორ იქნება? ვერ იქნება. გაუჭირდება რომ მშვიდად იყოს. იმიტომ რომ იმ რაღაცასაც რო მოიპოვებს, ისიც აღარ მოსწონს უკვე. აი ერთი დღე მოეწონა, მერე აღარ მოსწონს. და კიდე ვერ არის მშვიდად. და ვერასოდეს ვერ არის მშვიდად. ანუ ერთი საფუძველი სიმშვიდის არის ის, რომ რაც გაქვს, იყო იმითი კმაყოფილი და მადლობდე ღმერთს. და